სულ რაღაც ცოტა ხნის წინ მოვედით რუსთაველის გამზირიდან მე და ჩემი მეგობრები, ნუ იქ წავედით ნაძვისხის ანთების ცერემონიალზე წესით და რომ მივედით რაღაცა თავიდან ჩვენი თანამოაზრეები ვერ შევამჩნიეთ, როგორც ჩანს მოვყევით მომიტინგეებს შორის. და ჩემ და საბედნიეროდ სხვათა შორის კომენტარებში ძალიან ბევრი მიწერთ ხოლმე, რომ გამოდი, შეხედე რა სიტუაცია არის, რომ ჩვენ აქ აგრესიული ხალხი არა ვართო, ტელევიზიები ყველაფერს ისე აშუქებს, როგორც თვითონ აწყობთო და სანამ თქვენი თვალით არ ნახავთო აქ რა ინტელიგენცია ვდგავართო და აქ როგორი პროტესტი არისო, ქართული პროტესტი არისო, ჩემო ძვირფასებო, მე 20 წუთის განმავლობაში ვიდექ იმათ აქტივისტებო თქვენთან ერთად და ესეთი სატანური აურა ცხოვრებაში არ მიგრძნია. ანუ ასეთი გაბოროტებული ხალხი ცხოვრებაში არ მინახია. ხალხო, ქალი, ბავშვი, კაცი მნიშვნელობა არ აქვს, ისე აგრესიულად იყო ყველა განწყობილი. ერთმანეთის მიმართაც კი პოლიციას მივარდებოდნენ, შეურაცხყოფებს აყენებდნენ, მერე გამოდიოდნენ, ცოტა ხანში კამერებით მიდიოდნენ, მე ყველაფერი გადავიღე. ყველაფერი დავაფიქსირე და ყველაფერს გაგიზიარებთ. მივარდებოდნენ ამ გაგიჟებულ პოლიციელებს, მანამდე რომ გააღიზიანებდნენ და მერე კამერებით მიდიოდნენ და ცდილობდნენ რომ ისე დააფიქსირებინათ, თვითონ ჯერ ის არის აგრესიულად განწყობილი და ახლა თვითონ არიან მსხვერპლები და ნუ რა ვიცი რა. 20 წუთი რო გავიდა რაღაცა შევხედე რომ უკვე ძალიან ზედმეტებში გადადიოდნენ, ყურში მიშტვენდნენ და უკვე თვალებში რომ იყურებდნენ, მატყობდნენ რომ მე მაგათიანი არ ვიყავი, ანუ ვინც აგრესიულად განწყობილი არ იყო, უკვე ხვდებოდნენ რომ მაგათიანი არ იყო. 80 წელს იქნებოდა ალბათ ერთი ქალი, რომ თავზე დაახტა ერთი 30-40 კაცი და ლანძღავდნენ, ეგეც მაქვს გადაღებული. ესო რუსების შემოგზავნილი არისო, ამ პირბადიან ქალსო ერიდეთო ხალხოვო, რა ხმამაღლა ღრიალებდნენ და ყველა ამ ქალისკენ იშვერდა ხელს. აი მიიმწყდეს როგორ ვერ აღგიწერთ, ნუ ეს ქალი რა თქმა უნდა მოწოდების სიმაღლეზე იდგა და ძალიან წყნარად, ძალიან მშვიდად ამბობდა თავის სათქმელს. ნუ ცოტა ხანში სპეცნაზი დაიძრა და დაიწყეს გზის გადაკეტვა, იმიტომ რომ თავისუფლების მეტროს შესასვლელის მხრიდან უკვე დაიძრა ჩვენსკენ ჩვენი თანამოაზრეები და ჩვენ უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავით და გვინდოდა რომ ჩვენს თანამოაზრეებისკენ გადავსულიყავით და ჩქარი ნაბიჯით გადავედით. არ გაგვიჭირდა გადასვლა, ჩვენ თქვით რომ ჩვენ მომიტინგები არ ვიყავით, ძალიან წყნარად, ძალიან მშვიდად ავუხსენით სპეცნაზელებს და გაგვიხსნეს გზა და გაგვატარეს და ეს კორიდორი გაკეთდა თუ არა და ჩაიკეტა თუ არა გზა ამ საზოგადოებებს შორის, აი ჩვენს მხარეს ხალხო, რამდენად რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია იყო, როგორ აგიხსნათ. იმის მიუხედავად რომ გაგიჟებულები ვართ, ამათ შემხედვარე, გაღიზიანებულები ვართ, ამათ შემხედვარე, ერთ ბილდ სიტყვას ვერ გაიგებდით. ერთ რაღაც ცუდ ქმედებას ვერ დაინახავდით იქ ხალხო. მთავარმა არხმა გამოაცხადა, რომ ნაძვისხეო იმიტომ ვერ აინთოვო, რომ ქართულ ოცნებას როგორც ეგონაო, რომ რაღაცა დიდი რაოდენობა ხალხი გამოვიდოდაო, ვერ გამოუვიდათ ეგ საქმეო და ძალიან ცოტა ხალხი გამოვიდაო და მოუწოდესო და დაშალესო ეს ხალხიო, რომ აზრი არ აქვსო. რეალურად რამდენი ვიყავით, იცი ხალხო? ამას არც ერთი ტელევიზია არ აჩვენებს, ესეც გადაღებული მაქვს. მთელი რაკურსით მაქვს გადაღებული, იქ რა რაოდენობა ხალხი მივედით და ჯერ მამაშალვასთან ვინც მივიდა და თვითონ მამაშალვამ არ გამოუშვა ეკლესიის კარიდან ის ხალხი, რომ იქ უბედურება მოხდება შვილებო და იქ რამდენი ხალხი გაიყინა და ჩვენამდე ვერ მოაღწია, მაგაზე ხო საერთოდ ლაპარაკი არ მაქვს. ხალხი თავისი შვილებით იყო მოსული და აცხადებენ აქ ტელევიზიებში, რომ აბა ბავშვო, სად დაინახეთო? ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაციაო, რა საახალწლო განწყობაო და რა ბავშვებისთვის ანთებული ნაძვისხე. ჩვენ იქიდან იმის გამო კი არ დავიშალეთ, რომ ვიღაცას ვერ მოვერეოდით ან რაღაცის შეგვეშინდა. გამოვიდა ჩვენი მთავრობა და მიგვითითა და გთხოვა, რომ გთხოვთ დაიშალეთო. ანუ ფიზიკურად ისეთი სიტუაცია შექმნეს, რომ ბავშვები კი არა ჭინკებით და ფაშისტებით იყო ნაძვისხის გარშემო ტერიტორია სავსე, იქ ბავშვს როგორ შევიყვანდით ხალხო. ჩვენ თქვენ არ გგავართ. ბავშვები იმის გულიზე მოგყავთ ამ მომიტინგეებს, რომ არ დაგარბიონ და წყლის ჭავლი არ შემოგასხან. წყლის ჭავლის კი არა ნავთის ღირსები ხართ თქვენ რომ შემოგასხან. თვითონ თქვენ რომ მოგყავთ იქ ბავშვები და ქვებს რო ასროლინებთ, ჩვენი შვილები და ჩვენი საზოგადოება ეგრე ბავშვებს არ ვზრდით, რომ ვიღაცას ქვა ესროლონ და როცა დავინახეთ რეალური საშიშროება თქვენგან, მოგვიწოდეს თუ არა რომ უნდა დავშლილიყავით, იმ წუთშივე დავიშალეთ ჩვენ იქიდან და რაღაცა უბედურება ავირიდეთ თავიდან.